სრული სტაფი მუშაობს. ოჯახები წაიყვანეს, ოჯახებისთვის ბინები იქირავეს, ანუ ჩვეულებრივი მუშაობა მიდის. როგორც აქ გამოაგზავნეს რუსეთის წარმომადგენელი და იქირავეს ბინა, მანქანა, მთელ სტაფს. ზუსტად ჩვენს გავაგზავნეთ, ჩვენმა საგარეო უწყებამ. წლებია უკვე, ოჯახებს ვიცხოვრობენ, ბავშვები სკოლებში დადიან. ანუ არსებობს, დავხუჭოთ თვალები? გავიდებულოთ? სიმართლე გითხრა, სანამ ჩვენ ამ თემაზე ვისაუბრებდით, ცოტა ადრე, ხო? მე ჩემთვის მართლა აღმოჩენა იყო. მე არ ვიცოდი. მე მეგონა რომ მარტო მესიჯებით საუბრობდნენ მართლა. არა, რას ლაპარაკობთ, მთელი უწყებაა. ხო. ხო და აცი გავშალოთ ეს თემა. ეს უწყებები აი ვიზავი ერთმანეთის, ერთ მაგიდას, ანუ იცი რა, იმან რაღაცა წამართა და შენ დამიბრუნე. ანუ ვის ველაპარაკები? ეს არის ნორმალური, ოღონდაც უნდა შეწყდეს ეს არაფრის მომცემი ფორმატები. პირდაპირ დიალოგს არ აქვს ალტერნატივა, მაგრამ აქვე უნდა ვთქვა, ერთია რომ მოჩქარეს დაუგვიანდაო, ხო? არის რაღაცები, სადაც ძალიან დიდი სიფრთხილე გმართებს. იმიტომ რომ ის სიკეთე, რომელიც ახლა რუსეთმა გაუხსნა ქართველებს და მე ვერ აგიღწევ რა ხდება მოსკოვში. ესე იგი, ადრე ალი, გიხვეწები სანამ ახლა რუსეთზე, კერძოდ მოსკოვის ბომონზე თუ შეგიძლია თქვა და იქ ქართველებს რა როლი აქვს. საქართველოსთვის, ჩემთვისაც იმდენად რახან ნამყოფი არ ვარ, ჩემთვის ახლა პირველი პირი იყო. ყველა ეპოქაში არავინ არ თქვას რომ მერე რა მოხდა საბჭოთა კავშირის დროს ასე არა, ყოველთვის იყო და მე გეტყვი რატომ. მამა ჩემი ვიქტორ მოროშკინი, რომელიც იყო ბრწყინვალე ექიმი, პედიატრი, რომლის დედა იყო სოფიკო ვაჩნაძე, ანუ დედით ქართველი და მამით რუსი იყო მამა, როდესაც შესთავაზეს მაღალი საფეხური უფრო სამედიცინო სფეროში. მოთხოვნა იყო ასეთი საბჭოეთის დროს, რომ დედის გვარზე გადადი. და მამა მაშინ თქვა, რომ მე იმდენად გენიალური მამა მყავდა, რომ ეს ნიშნავს, რომ მე მამა საფლავიდან უნდა ამოვთხარო და მაშინ უარი თქვა ამ ყველაფერზე. მე როდესაც ეს ისტორია მომიყვა მამამ, მე ჩავთვალე, რომ მეც ანალოგიურად უნდა მოვიქცე. ყველა ეპოქაში არავინ არ თქვას, რომ მერე რა მოხდა საბჭოთა კავშირის დროს ასე არა, ყოველთვის იყო და მე გეტყვი რატომ. მამა ჩემი ვიქტორ მოროშკინი, რომელიც იყო ბრწყინვალე ექიმი, პედიატრი, რომლის დედა იყო სოფიკო ვაჩნაძე, ანუ დედით ქართველი და მამით რუსი იყო მამა, როდესაც შესთავაზეს მაღალი საფეხური უფრო სამედიცინო სფეროში. მოთხოვნა იყო ასეთი საბჭოეთის დროს, რომ დედის გვარზე გადადი. და მამა მაშინ თქვა, რომ მე იმდენად გენიალური მამა მყავდა, რომ ეს ნიშნავს, რომ მე მამა საფლავიდან უნდა ამოვთხარო და მაშინ უარი თქვა ამ ყველაფერზე. მე როდესაც ეს ისტორია მომიყვა მამამ, მე ჩავთვალე, რომ მეც ანალოგიურად უნდა მოვიქცე.